კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 14 საათზე. ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია, რომელიც პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში, პირდაპირ ჩართვა რამდენიმე წუთში. თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციურ რიგებში ისევ რადიკალურ ქმედებებზე ალაპარაკდნენ. დეტალები ქრონიკაში. ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული. მათ შორისაა ქართული NGO-ები, ვებგვერდზე მითითებულია კონკრეტული თანხაც, რომელიც ორგანიზაციებს უკვე ჩაერიცხათ ან მომავალში ჩაერიცხებათ. ირკვევა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიღებული აქვს 967.000 ევროზე მეტი. ამავე ოდენობის თანხაზე აქვს ევროკომისიას კონტრაქტი დადებული სოციალური სამართლიანობის ცენტრთან. ბაია პატარაიას საფარიკი კონტრაქტის მიხედვით 900.000 ევროს მიიღებს. 2 მილიონის ღირებულების კონტრაქტია გაფორმებული სოროსის ფონდთან. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ორგანიზაციების, რომლებთანაც ევროკომისია თანამშრომლობს და სოლიდურ თანხებს ურიცხავს. მეგი ნარსავიძე მუშაობს თემაზე და პირდაპირ ეთერში გვერდება. დიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სოლიდურ დაფინანსებას სწორედ ევროკომისიიდან იღებენ, ჩვენს შეტყობინებებს და ზარებს არ პასუხობენ. ამ დროისთვის გვიპასუხა მხოლოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და გვითხრეს, რომ ისინი იმედთან არ თანამშრომლობენ. კონკრეტული ორგანიზაციების სოლიდურ დაფინანსებაზე კი ინფორმაცია გაავრცელა ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა. ის ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას ევროკომისიისგან, ეს ორგანიზაციები არიან მათ შორის სამართლიანი არჩევნები, მათ შორის ბაია პატარაიას საფარი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ორგანიზაციები, რომლებიც კავშირში არიან საქართველოში ოპოზიციასთან და უწევენ მათ შორის ისეთ აქციებს, ორგანიზებას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იღებს დესტრუქციულ სახეს. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ სწორედ ამიტომ იბრძოდნენ ორგანიზაციები გამჭვირვალობის წინააღმდეგ, რომ დაეფარათ ის სოლიდური თანხა, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ იყენებდნენ და ამიტომ ცდილობდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. რაც შეეხება ოპოზიციას, ევროკომისიის ფინანსებთან დაკავშირებით ოპოზიციაში ვერ საუბრობენ და გვითხრეს რეალობას აცდენილი ის განცხადება, რომელსაც საზოგადოება უკვე წრებია ისმენს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსულია კანონი, საქართველოში მიღებული კანონი, რომლის ანალოგიც წლებია მოქმედებს მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ კანონის მიზანია, როგორც რუსეთშია ეს, რომ მოახდინოს ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებზე. აშკარაა, რომ საქართველოში ხდებოდა გარეწყაროებიდან ექსტრემიზმის დაფინანსება, რევოლუციური პროცესების დაფინანსება, რა თქმა უნდა ეს დასამალი აქვს და ამიტომ არ უნდათ საქართველოში იყოს რეალიზებული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რასაც ქვია გამჭვირვალობა. ხო, ჩვენ თავის დროზე მივიღეთ კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა ერთ-ერთ უმთავრეს ტრადიციულ ევროპულ პრინციპს, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი კლასიკური ტრადიციული პრინციპი და ისინი გამოვიდნენ ამ პრინციპის წინააღმდეგ. ხო, ყველაფერი დღესავით ნათელია, რატომ? რატომ მოხდა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ მათ არ სურთ გამჭვირვალე გახდეს ინფორმაცია საქართველოში ექსტრემიზმის, რევოლუციების, ეკლესიაზე თავდასხმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, პროპაგანდის თაობაზე. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მილიონერი NGO-ები არიან, თითქოს წინთ ხოლმე და ეხლა ხო ნახეს. ევროპელებმა თავად შექმნეს ვებგვერდი, სადაც პირდაპირ გამოჩნდა ჩვენი მილიონერი NGO-ები და ეს მილიონერი NGO-ები თავისი ფულიდან და დაფინანსებიდან გამომდინარე მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სამწუხაროა ესეც აჩვენებს ფარისევლობას, მათ შორის ბრიუსელის ფარისევლობას, როდესაც ცდილობენ, რომ არ გაასაჯერონ, რასაც ისინი აფინანსებენ. თურმე ისვედი, ჩვენ რო გვეგონა, რომ ამერიკული ფული იყო ძირითადად, თურმე ევროპული ფულით არის ძირითადად დაფინანსებული, როგორც ჩანს და ამ მილიონებსაც NGO-ები იქიდან იღებენ. ასე რომ ის რაც გააკეთა ისვედმა, როდესაც ამ არჩევნებზე მათ შორის არ აქვეყნებდა პარალელურ დათვლებს, იმიტომ რომ აერია სიტუაცია, ჩვენ თუ აქამდე ვამბობდით, რომ იყო ამერიკული დაფინანსების პასუხისმგებლობა, ეხლა აღმოჩნდა ბრიუსელის პასუხისმგებლობაც, ასე რომ ამაზე პასუხისმგებელია ევროკავშირის ელჩი საქართველოში. ის რაც ბოლო წლების, ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, წახალისებული და დაფინანსებული იყო გარედან. ევროკავშირის
ქვეყნებიდან, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, ჩართული იყო ასევე ამერიკული ორგანიზაციები. ამ ყველაფერში მთავარი მიზანი და მცდელობა იყო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლების დამხობა. ისინი ცდილობდნენ ამ ყველაფერს სხვადასხვა გზებით და რა თქმა უნდა გამტარი იყო ეს ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც არის ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი და შინაარსი მთლიანად დაცლილია საქართველოში არსებული ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს. ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან, რევოლუციურ სცენარში ჩართულები იყვნენ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდურ დაფინანსებას იღებენ სწორედ ევროკავშირიდან, თუმცა მდიდარ NGO-ებს ამ საკითხთან დაკავშირებულ დეტალებზე მედიასთან საუბარი არ სურთ. მადლობა მეგი ნარსავიძე საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში. ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია, რომელიც რასა იუკნევიჩიანეს ავტორობით მომზადდა და შინაარსობრივი ასპექტები, რომელიც არაერთ ცრუ ინფორმაციას ეყრდნობა, შეფასებების თემაა თბილისში. სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლებმა დღეს მზია ამაღლობელის თემაზე ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებებით შეაფასეს. პოლიტიკური გამოხმაურებებით ნინო არღულიანი გვერდთვება პირდაპირ ეთერში. დავიწყოთ იმით, რომ ევროდეპუტატ რასა იუკნევიჩიანეს ტყუილში თავად მზია ამაღლობელის ადვოკატი ამხელს, რადგან დღეს მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ამაღლობელს არასდროს არ უთქვამს, რომ მას ფიზიკურად შეეხნენ. რასა იუკნევიჩიანე კი გუშინ ევროპულ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ საქართველოში ჟურნალისტის ცემეს მიუხედავად ამ მძიმე განცხადებისა ნაციონალურ მოძრაობას დღესაც არ ეყო იმის განბედაობა, რომ პოლიტიკური მოკავშირე იუკნევიჩიანე გაეკრიტიკებინა. მზია ამაღლობელს არ განუცხადებია, რომ ფიზიკურად მას მზია ამაღლობელს აქვს განცხადება გაკეთებული, რომ მას აყენებდნენ შეურაცხყოფას, მაგრამ ის რომ ეხა ხელით ის ვიღაცა მაგს შესაძლებელია ეს დაზიანებები მიღებული იყოს დაკავების დროს, იქ მანამდე მზია ამაღლობელი წაიქცა მიმდინარე მოვლენების დროს, ანუ ეს არის გამოსაკვები გამოძიების მიერ. ფაქტია, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი, ფაქტია, რომ ის არის ის პატიმარი, რომელიც ყავს ამ რეჟიმს, ის არის პოლიტიკური პატიმარი. როგორ უნდა თუ გააყალბონ რეალობა, რომ თურმე ჟურნალისტმა რომელმაც სილა გაულაწუნა პოლიციას, ხო? რომ შეუტრიალეს, თვითონ პირიქით იყო. პირიქით შეურაცხყოფა მიაყენეს, გალახეს თურმე ჟურნალისტი და იზოლებული გახდა, მერე თავი დაეცვა. აი ასე ცდილობენ რომ ასე თქვათ ამ ფორმულირებით გაიტანონ შემდეგ და ერთმანეთს ატყუებენ. და იქ როდესაც გააჟღერებ რომ თურმე ჟურნალისტი იცემა და დააკავეს, ეს უკვე ყურს ჭრის. და სინამდვილეში რა არის ჟურნალისტი, რომელიც ძალადობდა პოლიციელზე და ამასთან დაკავშირებით მიდის გამოძიება. ამას ხო არ იტყვის ბუნებრივია. მზია ამაღლობელთან დაკავშირებით რასა იუკნევიჩიანეს მიერ გავრცელებული ტყუილი კარგი მაგალითია იმისა, რომ ის ტყუილებს არა მხოლოდ ამბობს, ტყუილებს და დეზინფორმაციას ეყრდნობა მის მიერ დაწერილი რეზოლუციაც. ამბობენ მმართველი გუნდის პოლიტიკური ლიდერები დღეს პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ ევროპარლამენტის ქმედებებზე პასუხისმგებლობა ევრობიუროკრატებმა უნდა აიღონ, რადგან დაუშვებელია ქართველი ხალხის დასჯა იმისთვის, რომ ქართველი ხალხი არ უშვებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ამ თემაზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული ღირებულებების აღრევაზე გააკეთა აქცენტი. ამ ქალბატონის მენტალიტეტი თქვენ ისეთ ხო ჩარჩენილია რაღაც პოსტსაბჭოთა აზროვნებაში და აქედან გამომდინარე მარტივად ამბობს ტყუილებს. ეს არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება, ამაზე მე მგონი მთლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ძალიან სამარცხვინოა ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური ნაცმოძრაობა. ამის გამო ქართველი ხალხის დაშანტაჟება არის უბრალოდ სირცხვილი. ამ ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, მათ შორის იმისათვის, რომ 2012 წლებში ბოლომდე მწვანე შუქს უნთებდნენ წინა ხელისუფლებას იმ უმძიმესი დანაშაულების კუთხით, რასაც ისინი ჩადიოდნენ. ხო, ადამიანების წამება, რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა. თვითონ ნახეთ ეს შემთხვევა მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რატომ? იმიტომ რომ მათ ჰქონდათ განზრახული
საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაგნენება. იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ თუ დაგნენდება ძალოვანი სტრუქტურები, დაგნენდება მთლიანად სახელმწიფო. და რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელმა ამ კუთხით შეასრულა კონკრეტული დაკვეთა, ხო? მას ჰქონდა მცდელობა დაეგნენებინა ძალოვანი სტრუქტურები, დაეგნენებინა პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში. სადაც ითქმება, დაიწერება, ვიღაცა წაიკითხავს და ვიღაცა დაიჯერებს. ეს ჩვეულებრივი დეზინფორმაცია, რომელსაც ევროკავშირი ავრცელებს. აი ეს არის, მასაც მე ვსაუბრობ, ეს არის ღირებულებითი კრახი სინამდვილეში, რაც ახლა ხდება ბრიუსელში, როდესაც აღრეული არის ღირებულებები. ეს რასა იუკნევიჩიანის ეს განცხადება რა მოსატანი, როდესაც ის ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველი ხალხის მიმართ. შეგახსენებთ, რომ მან თქვა, რომ ევროპასთან დაკავშირებული საკითხები არის ქართველი ხალხის ბრალი, ვინც ხმას აძლევს ქართულ ოცნებას. მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის მუხლში ეწერა, რომ ოპოზიციას მოუწოდეს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მეორე დღეს მანვე თავად შეიტანა შესწორება, რომ ოპოზიციას მოუწოდეს არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ნუ აი ასეთ ხალხი გაღმერთებული ყავს აი ამ აკაცუკა ოპოზიციას, რომელიც მისი სიტყვა მათთვის არის თითქოს რაღაცა რელიგიურ სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიანი. ევროპარლამენტი ხო უკვე დაამსგავსეს საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს და ეხლა ბრეჟნევიზაციის პროცესიც თუ უნდა დაიწყონ, ბრეჟნევიზაციის პროცესი 7 წლის არჩეული ადამიანი, რომელსაც ვადა გაუვიდა უკვე კარგახანია და იმაზე ამბობენ, რომ უნდა იყოს აღიარონ ლეგიტიმური. საქართველოს წინააღმდეგ მორიგი რეზოლუცია ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო, დოკუმენტის ავტორი კი ტყუილში მხილებული რასა იუკნევიჩიანია. მადლობა ნინო, ვუსმენდით ნინო არღულიანს. საზოგადოება ქართული განცხადებას ავრცელებს, ორგანიზაციის წევრები ეხმიანებიან ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას. მნიშვნელოვანი ფინანსური ნაწილი შემოდიოდა და ფინანსდებოდა უცხოური აგენტურა საქართველოში. ეს ფინანსები ხმარდებოდა სახელმწიფო გადატრიალებებს, კონკრეტული სუბიექტების, ასე ვთქვათ, მხრიდან ადამიანების თანმიმართებაში ბრძოლას, გარკვეული მიმართულებით სხვადასხვა ნაწილში საქართველოს სახელმწიფოებრივი შიდა საქმიანობის და მიმართულებების ბრძოლას. დღეს ამას რეალურად დამფინანსებელი ვეღარ ახერხებს ან ძალიან შეირღა. საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეროვნული ინტერესების დაცვა. როგორ ეტკინათ, რომ ვერ ეგუებიან ამ ფაქტს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ის ხალხი, რომელიც დესტაბილიზაციას მოაწყობს ჩვენს ქვეყანაში და მათ წისქვილზე დაასხავს წყალს. დღეს ჩვენი ქვეყანა არის ყველაზე მეტად სუვერენული, თუ ოდესმე ყოფილა მსგავსი ფაქტიც კი. ასეთი რამ მე არ მახსენდება, როდესაც კანონის მიღების შემდეგ უცხოური ძალა იყოს ჩარეული ამ დონით, ამ დოზით ქვეყნის შიდა საქმეებში და აკეთებდეს ყველაფერს იმისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ციდან გამოჟონილი და ესე ჰაერზე მოტანილი სიტყვები, რომ deep state-ის მთავარი მიზანი არის, რომ კავკასია იყოს რაც შეიძლება მკვეთრ და მძაფრ ცეცხლში გახვეული. მთავრობის მეთაური თვითმმართველობის არჩევნებზე უთოოდირის მოწვევის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე უთოოდირის დასკვნა გახდა არამხოლოდ ქართული რადიკალური ოპოზიციის, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტი. პრემიერის თქმით, ჯერ გასაგებია აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები უთოოდირის დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა არჩევნებზე მის მოწვევასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ რა ხდება უთოოდირთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, რომ დაწერა წინა არჩევნებზე უთოოდირმა თავისი დასკვნა და უთოოდირი გახდა არამხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის თავდასხმის ობიექტი, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტიც. ჯერ გავიგოთ, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები უთოოდირის ჩარჩენილ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ ვიმსჯელოთ უთოოდირის მოწვევასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ბრიუსელიდან და ზოგიერთი დედაქალაქიდან მოხდა თავდასხმა 26 ოქტომბრის შედეგებზე, ვინაიდან ნახეს, რომ არ იყო მათთვის სასურველი შედეგი, როგორც აღმოჩნდა და ცდილობდნენ, რომ დისკრედიტირება მოეხდინათ არჩევნების, ვნახეთ სულ რამდენიმე დღის წინ ეუთოს გენერალურმა მდივანმა პირადად თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე
არჩევნების შედეგებზე აისახა მოსახლეობის და ამომრჩევლების ნება, წერტილი. ახლა ჩვენ ველით, რას გვეტყვის ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ელჩი, რომელიც აქ გულცივად იყურება ხელისუფლების მიმართ. რას გვეტყვის ბრიუსელის ზოგიერთი ჩინოვნიკი. აპირებენ თუ არა ბოდიში მოუხადონ ქართულ ხალხს. რაც შეეხება ზოგადად არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის და ამ მოწოდებებს, კიდევ ერთხელ ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების წართმევის ცდილობა, რომელსაც ჩვენ ხედავთ დღეს ბრიუსელიდან. ჩვენი ინტერესი არის, რომ მოქალაქეები მივიდნენ და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ზოგადად პრაქტიკა არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უთოოდირის ჩამოყვანასთან მოწვევასთან დაკავშირებით. თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეუთოოდირმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა შესაბამისი დასკვნა, რომ არჩევნები ჩატარდა წარმატებით და გამოხატული იყო მოქალაქეების ნება აღნიშნულ საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ გახსოვთ მთელი თვეების განმავლობაში როგორი მიზანმიმართული კამპანია მიდიოდა აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით, გადაუარეს, არ ვიცი, ამდენი შეურაცხყოფა უბრალოდ წარმოუდგენელია და ჯერ მაშინ გითხრან, აღიარებენ ამ დასკვნას, რომელიც ეუთოოდირის მიერ არის წარმოდგენილი, არ აღიარებენ, მაშინ რატო ითხოვენ ეუთოოდირის ჩამოყვანას ისევ არჩევნებზე? პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ შეაფასა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოუცხადებლობის ფაქტი და შედეგი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და სწორედ ამის გამო იმყოფებიან სასჯელ ახსნების დაწესებულებაში. ციხეში არიან კრიმინალები. ამას უნდა შევთანხმდეთ. მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად ამასთან დაკავშირებით არსებობს რეაგირების ზომები, იშება სისხლის სამართლებრივი წესით, ჩვენთანაც მოქმედებს ანალოგიური წესი და ბუნებრივია კანონმდებლობის შესაბამის უწყებებს ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება. ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და დანაშაულის გამო იმყოფებიან სასჯელ ახსნების დაწესებულებაში. თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციურ რიგებში ისევ რადიკალურ ქმედებებზე ალაპარაკდნენ. ამჯერად ნაციონალური მოძრაობის წევრები არჩევნების ჩაშლაზე საუბრობენ. მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მათი ოპონენტების ეს განცხადებები ოპოზიციის მძიმე მდგომარეობას ადასტურებს. სახელმწიფო პარტიაში აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება და მოქალაქეებს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ შედგეს ადგილობრივი არჩევნები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბნებს რომ გახსნის ამ რუსული სპეცოპერაციისთვის ეს რეჟიმი, ის უბნები იყოს ცარიელი და ყველანი ვიყოთ ქალაქების ქუჩებში. სასწორკვეთილებაში არის როგორც ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია, ასევე იგივე ეხება მათ პატრონებს. ხო და ამის გამოხატულება ეს უსუსური განცხადებები, რაც კეთება იგივე არჩევნებთან დაკავშირებით, არ დაუშვებთ არჩევნებს, ასე მათ ვინ ეკითხება. ქართული ხალხის გადასაწყვეტია, როგორც ჩატარდება არჩევნები, ქართული ხალხი გამოცხადება საარჩევნო უბნებზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს და შედგება სათანადო არჩევნები. ამაზე არის პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო საზოგადოებასთან ერთად საქართველოში ჩატარდება ბუნებრივია გამართული არჩევნები. დანარჩენი არის ყველაფერი ცარიელი სასწორკვეთილების გამოხატულება. მე მინდა ყველას შიგნითაც და გარეთაც უთხრა, რომ არჩევნების საბოტაჟი, არჩევნების ჩაშლის მცდელობა ეს არის საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა ღირებულებითი კოლაფსი არის ზოგიერთების თავში ევროპაში თუ თბილისში მათი მარიონეტების სახით, როდესაც დემოკრატიულ არჩევნებს ებრძვიან. ანუ არ აძლევენ საშუალებას მოქალაქეებს აირჩიონ საკუთარი თვითმმართველობა. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა მისი წარმომადგენლების არჩევაში. ეს არის თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, ამიტომ ყველა ის, ვინც ცდილობს რომ საბოტაჟი წაახალისოს ან საბოტაჟი მოაწყოს, არ ღვევს საერთაშორისო სამართალს, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აგრესია. სალომე ზურაბაშვილი ნურც გაფრინდება და ნურც მოფრინდება. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, ასეთ არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელიც მე-7 წელია ამბობს, რომ პრეზიდენტი ვარო, გაუვიდა ყველანაირი ვადა და რომელიღაცა კომედიური ფილმის პერსონაჟივით და დადის ამ დროში და გაიძახის ვარ პრეზიდენტი. ხო სასაცილოა სინამდვილეში, ხო უნდა ამაზე უბრალოდ ვიცინოთ
ეს ყველაფერი როცა ჩაივლის, მე გაგვახსენდება, რომ ასეთი სასაცილო მოვლენა იყო ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვიღაცა გამაგრდა თავის ციხესიმაგრეში, უკვე თანამედროვე გაგებით საოფისე სივრცეში, დაიდგა დროშა და ამბობს, რომ ვარ პრეზიდენტი. დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს მეორეს, აშკარად ჩანს, რომ აღრეულები არიან. თუმცა ჩვენთვის ამას არცებითი მნიშვნელობა არ აქვს ისინი რას გააკეთებენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვისმენთ გარკვეული პარტიების მხრიდან, რომ ისინი ემზადებიან არჩევნებისთვის. აქ თავარი არის ჩვენი პოზიციები. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს უკვე დაწყებული აქვს ზაობა საარჩევნოდ. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ კამპანიას, საზოგადოებას მივაწვით კონკრეტულ ინფორმაციას პროექტებზე, ტურის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს. ანა წითლიძის განცხადებით გიორგი გახარიასთან ერთად ნაციონალურმა მოძრაობამ მუნიციპალიტეტებში კოალიციები შექმნა. არადა ამ ფაქტს თავად გახარია დიდი ხანია უარყოფს. ანა წითლიძემ ისიც თქვა, რომ მიუხედავად გახარიას შეცდომებისა, ნაციონალური მოძრაობა საკრებულოებში მასთან მაინც თანამშრომლობდა. ნაცმოძრაობისა და გახარიას პარტიის აღიარებულ ალიანსზე შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. გახარიასთან ერთად ჩვენ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კოალიციები შევქმნით, მიუხედავად ძალიან დიდი კითხვებისა გახარიასთან. რუსთავსა და ზუგდიდში ჩვენ ვითანამშრომლეთ, რათა დაგვემარცხებია ამ რეჟიმის წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში ქალბატონი ანა არის აბსოლუტურად მართალი. 4 მუნიციპალიტეტში დღემდე აქვს შექმნილი კოალიცია ნაცმოძრაობას და გახარიას. ხო, ეს ხო ფაქტია. ამასთან დაკავშირებით ყულის თქმას რომ ცდილობ და საზოგადოების მოტყუებას, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. ხო, არ შეიძლება ამ დონის ტყუილი აგადრო საზოგადოებას, ამიტომ არიან დისკრედიტირებული. ყოველ ჯერზე ისინი ცდილობენ მოატყუონ საზოგადოებას, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ ტყუდება და საზოგადოება აფასებს სათანადოდ შესაბამისი პოლიტიკური პარტიების ქმედებებს. თუ რაც შეეხება მათ გაერთიანება, არ გაერთიანებას, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. ყველა მათგანი არის ერთი დიდი აგენტურა. გაერთიანდებიან, არ გაერთიანდებიან, რა სცენარში ჩაჯდებიან, ეს არის მათი პატრონების გადასაწყვეტი. ჩვენ ამაზე მარჩიელობით ვერ ასე ვთქვათ შევიწუხებთ თავს. ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნებისმიერ სცენარში ქართული ოცნება მოიგებს 64 მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში. რაც არ უნდა ჭირი მანულ, ჭირი თავს მაინც არ დამალავს და ეს ჭირი ამ ჭირს ხედავს საქართველოს მოქალაქეები, რომ გახარიას პარტია არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დანაყოფი და მათთან ორკესტრირებულად მომუშავე ჯგუფი, რომელიც მიზანი და ამოცანაც არის დააბნიოს ამომრჩევლები. სად არის დღეს გახარია? უცხოეთში. ვისგან იღებს მითითებებს? უცხოეთიდან იღებს მითითებებს. ეს არის ზუსტად ნაცობა თავის არზით. ნაცობისთვის საჭირო კი არ არის, აუცილებელი კი არ არის, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი იყო. ნაცობა გულისხმობს, იყო მარიონეტი უცხო ძალის. ასე რომ ამ ხრივ კიდე ერთი მხილება არის, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური ოჯახი. რეგიონებში გვაქვს კონკრეტული რაიონების სახეზე, სადაც საკრებულოებში ჩვეულებრივი კოალიცია შექმნეს და ისინი ჩვეულებრივად თანამშრომლობენ დღესაც ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს ყველა დაჯგუფება იმართება გარედან. მათ ყავთ ერთი პატრონი, როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, რომ ეს იყოს ერთიანი პლატფორმა, ცალკე დაშალონ პარტიება და რაღაც ახალი სახელები დაარქვათ. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხალხმა ყველა მიცის, ვინ რას წარმოადგენს, როგორია მათი პოლიტიკური წარსული, პოლიტიკური ატყო, ვის ემსახურებიან, რას ემსახურებიან. კოალიციები დღემდე აქვთ შექმნილი და დღემდე არ ამბობენ უარს. და ეხლა რაც არ უნდა ილაპარაკონ, ეს არის ფაქტი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, დანარჩენი უკვე ფარისეულობაა ჩვენი საზოგადოებისათვის. ხა ისე არ გამოვა, რომ თან კოალიციის შექმნა გიხაროდეს და თან ამ საკრიტიკებდე, ორივეგან მართალი ვერ იქნები. სინამდვილე სადაც დაფინანსება იქ ერთიანდებიან, სადაც არა, იქ თამაშობენ, რომ თითქოს ერთად არ არიან. ესეც აჩვენებს, რომ ისინი სინამდვილეში ამ სარგებლის მიღების გამო ერთიანდებიან ყველგან და საქმე, რა თქმა უნდა, არსად არ აინტერესებს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომენტარი გააკეთეს თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის განცხადებით გამოძიება მყისიერად დაიწყო და მასთან დაკავშირებული ყველა დეტალის დადგენა მნიშვნელოვანია. საკითხზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. მე მუდმივად ვაკონტროლებ ამ საქმის შემსრულობას, რაც შეეხება სიახლეებთან დაკავშირებით, როდესაც იქნება შესაბამისი ინფორმაცია, საგამოძიებო უწყებები გაგიზიარებენ ინფორმაციას. ტელევიზიებზე თუ საუბრობთ, პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ორი სამარცხვინო სატელევიზიო მედია საშუალება, ეს არის TV პირველი და ფორმულა. როცა ტყუილებს ავრცელებთ,
მაშინ ქნით სტრესულ გარემოს აბსოლუტურად ხელოვნურად. ჩემთვის არ არის, მაგრამ ვიღაცისთვის სტრესულია. რამდენიმე დღეს წინ თქვენმა სამარცხინო ტელევიზიამ გავრცელა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა გივი მიქანაძის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და ეთქვა ესეთი რაღაცა, რომ თითქოს ის ჩემთვის ხურავდა ამ აკადემიის აუზს. საუბარი აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს. თქვენ გავრცელეთ ეს როგორც ფაქტი, როგორც სამარცხინო ტყუილი. თუ ვინმე ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს, ზუსტად ეს უნდა იყოს მთავარი გამოძიების საგანი. გამოძიება ხედავთ, რომ მათ შორის საზოგადოებას აწვდის საკმაოდ ინფორმაციას, ფაქტი მეტნაკლებად შემთხვევა მეტნაკლებად ცხადია, როგორც მოხდა. და მათ შორის არსებობს იმ შენობაში არსებული თუ პერიმეტრზე არსებული საფრთხეების კამერის ჩანაწერები. მათ შეეხება мотиваციას, რა თქმა უნდა, ამაზე თავად ადამიანის სიკვდილს ებრძოდა. პრემიერ-მინისტრი იყო მძიმე მდგომარეობაში, ხა ფიზიკურად ვერ მოინახულებდი ადამიანს, ვინაიდან რეანიმაციურ განყოფილებაში იყო. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის დღეს თორნიკეს ჩამრთელობა, მინდა მას მალე გამიჯამრთელება უსურვო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თავი დაანებეთ ამ ბინძურ კამპანიას, რომელშიც ჩართულია თქვენი კონკრეტული ტელევიზიები. თავი დაანებეთ ამ სიბინძურეს და მიხედეთ საკუთარ თავს. თბილისის მერმა გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება ზღვისუბნის პარკში გაიმართა. კახა კალაძემ ყურადღება პირველ რიგში სწორედ ეგრეთ წოდებულ თემქის ხევზე გაამახვილა, რომელიც რეაბილიტაციამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ქალაქის გამწვანებას და ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. თბილისის მერის ანგარიში მოიცავდა 2018 წლიდან დღემდე შესრულებულ პროექტებს. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენი პოლიტიკით 2600 დაახლოებით პარკი დასკვერი მოეწყო. 650,000-ზე მეტი ნარგავი შეემატა ჩვენს დედაქალაქს. გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი, ყველა მიმართულებით არის სანაშთამბეჭდავი შედეგები და თქვენ ასევე ხედავთ, როგორი გემოვნებით არის შესრულებული ყველა პროექტი. ამის ერთ-ერთი დასტური არის თემქის პარკი, სადაც დღეს ვიმყოფებით. ძალიან შთამბეჭდავია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, შედეგები, რომელიც გვაქვს არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ზოგადად დედაქალაქის განვითარების კუთხით. ეს ტერიტორია იყო ჩვეულებრივი ჭაობი და გაკეთდა ძალიან მაგარი პარკი, რომელიც დაახლოებით 25 ჰექტარზე არის გადაჭიმული. ზღვისუბნის პარკი მხედველობაში. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას მომდევნო წლების განმავლობაში. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები თბილისთან მიმართებით. ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არაფერი არ ხდება ჩვენს ქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები, პარკები და ზოგადად რეკრეაციული არეალები. 400 ჰექტარს მოიცავს ეს გამწვანებული სივრცეები და სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ამასობაში შეიქმნა 150 ჰექტრამდე ტყე იქნა მოვლილი და განახლებული. ასე რომ თავად ესეც კი აჩვენებს თუ რა მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა და რაც თავარია თითოეული მოქალაქე ხედავს, რომ თბილისი აბსოლუტურად შეიცვალა, გამწვანებული არის, გარემო არის მისი მაცხოვრებლისთვის კომფორტული, რეკრეაციული სივრცეები არის ბევრი. ამას ხედავენ როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ისევე უცხოელები და ამას აღნიშნავენ კიდევაც ხშირად. დღესვე თბილისის მთავრობის ხტომა გაიმართა. კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა დედაქალაქში დაგეგმილ პროექტებზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით იმ მოქალაქეებს გადაუხადო მადლობა, რომლებიც დედაქალაქის მერიასთან თანამშრომლობენ, მათი სურვილითა და ძალისხმევით. განახორციელეთ არაერთი პროექტი, მაგალითად ავტოფარეხების დემონტაჟი, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათი დემონტაჟის შედეგად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ტერიტორიები დაუთმოთ რეკრეაციას. ხორციელდება თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და განახლების პროექტები. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ვაგონს უახლოეს წლებში ეტაპობრივად ეწურება საექსპლუატაციო რესურსი, რა თქმა უნდა, აუცილებლობას წარმოადგენს მათი ჩანაცვლება ახალი ვაგონები. თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. შემდგომი 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს მოგვაწვდის 111 ვაგონს. ახალი მატარებლები
იქნება ეგრეთ წოდებული გამჭოლი ვაგონებით, მეტროსადგური ვარკეთილის რეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობისა და ტექნოლოგიური სპეციფიკაციის გათვალისწინების, მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამუშაოს ვადების შემცირების მიზნით დროებით 12 ივლისს დაიკეტება 45 დღით, იმისთვის რომ ყველა ის საჭირო სამუშაო იქნეს ჩატარებული. სამუშაოები კეთდება იმისთვის, რომ შემდეგ ჭერი, რომელიც გაკეთება აღნიშნულ მეტროსადგურში, რომ გაუძლოს და იგივე კატასტროფა და პრობლემა არ მივიღოთ, რაც წინა შემთხვევაში ჭერის ჩამოშლა ქონდა. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ უშუალოდ განახლდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომლის დასრულებას დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა ჯიქიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურამ განცხადება და ვიდეო გაავრცელა. მთავარი საგამოძიებო უწყების ცნობით სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 1 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე საბა ჯიქია თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს და ძირს დავარდნილ პოლიციელს ფეხი დაარტყა. პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ისრაელის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. სამართალდამცველებმა დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება ამოიღეს მეფედრონი, მეთადონი და ალფა-პვპ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთი ადამიანი დააკავეს მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ავტომობილით უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა გადაჰქონდა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ თბილისში ბინის ქურდობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია ერთი ადამიანი. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცება ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, თანხის ნაწილი და სხვადასხვა ხელსაწყო. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს კუთვნილი ქონების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე ამავე სააგენტოს თანამშრომელი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ სააგენტოს კუთვნილ მატერიალურ ფასეულობებს. უწყების ცნობით ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების მხილების მიზნით ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ სააგენტოს კუთვნილ მატერიალურ ფასეულობებს. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გა დაკავებული იქნა სამსახურის მისამართზე მითვისებული საქონლის რეალიზაციისას, რა დროსაც მან მიიღო ფულადი თანხა 3472 ლარის ოდენობით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკაა სავაჭრო, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა. აეროპორტის გზატკეცილზე დასრულების ეტაპზეა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 20 აღსაზრდელზეა გათვლილი. გარდა ამისა, მიმდინარეობს ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მესხის პირველ ჩიხსა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე. პარალელურად ხორციელდება 3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურად გარდაქმნის სამუშაო. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ კი მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის განახლება.
ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები. აეროპორტის გზატკეცილზე ერთი ბაღი დასრულებულია, ასევე ივანე მესხის ქუჩაზე და მუსხელიშვილის ქუჩაზე წლის ბოლომდე იგეგმება სამშენებლო პროცესის დასრულება. მუნიციპალური განვითარების ფონდი რეაბილიტაციას აწარმოებს 6 საბავშვო ბაღზე და 3 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურად გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს. დაეგო ასფალტი, გაკეთდა საკანალიზაციო მილები. შორს ჰქონდა ბავშვთა ბაღი, რა ვიცი და ძალიან შორს და ყავდა ბავშვები და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს ყველაფერი ახლოს გვაქვს და ყველაფერი მოწესრიგებულია. სააგენტო საწარმოეს საქართველოს მხარდაჭერით ნიუ-იორკში საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე 13 ქართული კომპანია მონაწილეობდა. საქართველოს სტენდი გამოფენაზე წელს მესამედ იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას ყოველწლიურად ესწრებიან მონაწილეები 56 ქვეყნიდან. ჩვენ ძალიან მრავალფეროვანი პროდუქციით ვართ წელს წარმოდგენილი, როგორიცაა მაგალითად კაკლოვანი კულტურა, ასევე ხილის და ბოწვენის ნატურალური წვენები, სხვა პროდუქტი როგორც მშრალი, ჩირი და ბევრი სხვა და ქართულ კომპანიებს აქვთ აბსოლუტურად ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ მოხდეს საექსპორტო გაყიდვების სტიმულირება. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინა. პავლე მაჭარაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებს იკავებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების, მიგრაციისა და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტებში. 2020 წლიდან დღემდე მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, დანაშაულის პრევენციას და აღკვეთას. ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა, რომელიც 2025-2027 წლებს მოიცავს, კულტურის მინისტრმა ვაჟა-ფშაველას ფონდის დამფუძნებელთან, სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსთან და კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მუზეუმების სამმართველოს უფროსთან ერთად განიხილა. პროექტის ფარგლებში იგეგმება მუზეუმის განახლება, ინფრასტრუქტურის განვითარება, გარეგანათების მოწესრიგება, სამუზეუმო ექსპოზიციების შეცვლა და ექსპონატების რესტავრაცია. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხიდის სრულ რეაბილიტაციას. ვიწყებთ დიდ პროექტს. უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიწყო საგზაო და აი ამ მდინარის კალაპოტის და დამბების და ხიდის მოვლით სამუშაოებისარეაბილიტაციო სამუშაოები. შედარებით ახალ პერიოდში აშენებულ მუზეუმს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. აქვე არის გარეთ არაჩვეულებრივი ამფითეატრი, რომელსაც ისტორიულად აქ იკრიბებოდა საზოგადოება და არაერთ ღონისძიებას ატარებდნენ. ამიტომ ამას ყველაფერს აღვადგენთ. უზარმაზარი სამუშაოებია დაგეგმილი და დაწყებულია უკვე სამუშაოები, არის მოხსნის პროცესები ამ ჯებირების, მიდის დამუშავება ვაჟა-ფშაველას უკვე უშუალოდ სახლ-მუზეუმის, საგამოფენო დარბაზების, აი ამ ძეგლის, რომელიც არის გაღმა სახლის. ეთერში რეკლამის დროა, დაგველოდეთ. ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები. ქრონიკა დაბრუნდება პირდაპირ ეთერში 16 საათზე ქეთი ქაშეკაშვილთან ერთად. ნახვამდის.